საქართველოს ისტორიაში არის მომენტები, რომლებმაც ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. დღეს ზუსტად ერთ-ერთ ასეთ გარდამტეხ მოვლენაზე ვისაუბრებთ, საქართველოს გაქრისტიანებაზე. და ეს არ არის უბრალოდ რელიგიის ამბავი, არა, ეს არის ისტორია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი განსაზღვრა. მოდით ერთად ჩაუღრმავდეთ, როგორ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მაშასე. როგორ მოხდა ეს გარდატეხა? რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ იბერიის სამეფო ზურგი ექცია თავისი ძველი ღმერთებისთვის და სრულიად ახალი რწმენა მიეღო. და რაც თავარია, რა შედეგი მოუყვა ამას? პასუხები რომ ვიპოვოთ, მოდით დროში ვიმოგზაუროთ პირდაპირ მეოთხე საუკუნეში. სანამ უშუალოდ გაქრისტიანების დეტალებზე გადავალთ, ჯერ უნდა გავიგოთ რა ხდებოდა მაშინდელ მსოფლიოში. ყველაფერი ხომ კონტექსტია. აი წარმოიდგინეთ მეოთხე საუკუნის დასაწყისი. მსოფლიოს სცენაზე დგას ორი უზარმაზარი იმპერია, ორი გიგანტი და საქართველოს ზუსტად მათ შორის, მათი ინტერესების ეპიცენტრშია მოქცეული. ერთ მხარეს გვაქვს ქრისტიანული რომის იმპერია, ანუ ბიზანტია, დასავლური სამყაროს ცენტრი, მეორე მხარეს კი სასანური ირანი, ზოროასტრიზმის სამშობლო და აღმოსავლეთის უდიდესი ძალა. და ჩვენ აი ამ ორს შორის ვართ, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე. და აი აქ ვხვდებით, რომ რელიგიის არჩევა უკვე აღარ არის მარტო რწმენის საკითხი. არა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური არჩევანი. გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა, ვის მხარეს დადგებოდა საქართველო მომდევნო საუკუნეებში. კარგი, ამ ხელა პოლიტიკური თამაშების ფონზე მოდით ვნახოთ კონკრეტულად რა ხდება ქართლში, ანუ მაშინდელ იბერიის სამეფოში. როგორ იწყება ეს პროცესი? კარგი, დროა კონკრეტულ თარიღებზე გადავიდეთ. როდის მოხდა ეს ამბავი? ეს არ მოხდა ერთ დღეში, რა თქმა უნდა, პროცესი იყო. საუკუნის დასაწყისში უკვე არიან აქ-იქ ქრისტიანული თემები, მაგრამ აი ნამდვილი გარდატეხა იწყება 330-იან წლებში, როცა ქართლში წმინდა ნინო ჩამოდის. მისი დამსახურებით დაახლოებით 327 წელს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქრისტიანობას იღებენ. ამის შემდეგ კი ძალიან მალე ქრისტიანობა უკვე ქვეყნის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. თარიღები გასაგებია, მაგრამ როგორ მოხდა ეს? რა ეტაპები გავიარეთ, სანამ ქართლი ქრისტიანული სამეფო გახდებოდა? მთელი ეს პროცესი პირობითად შეგვიძლია სამ მთავარ ნაბიჯად დავყოთ. პირველი, რა თქმა უნდა, მისიონერების შემოსვლა და აქ მთავარი გმირი წმინდა ნინოა. მერე მოდის მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი, სამეფო კარის მოქცევა, როცა მონარქი იღებს ახალ წმენას, ეს ყველაფერს ცვლის და ბოლოს მესამე, ამ ყველაფრის სახელმწიფო დონეზე აყვანა და ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება. კარგი, ქართლზე ვისაუბრეთ. მაგრამ საქართველო მარტო ქართლი ხო არაა? აბა რა ხდებოდა ამ დროს დასავლეთში? იქ როგორ გავრცელდა ქრისტიანობა? აი დასავლეთ საქართველოში სურათი ცოტა სხვანაირი იყო. თუ ქართლში, ასე ვთქვათ, რევოლუცია მოხდა ზემოდან, სამეფო კარიდან, დასავლეთში ყველაფერი უფრო ორგანულად და ნელ-მელა ხდებოდა. რატომ? იმიტომ რომ შავი ზღვის სანაპირო თავისი ვაჭრობით და ბიზანტიასთან სიახლოვით ამ იდეებისთვის ბევრად ადრე იყო მზად. აქ პროცესი უფრო ბუნებრივი იყო. ეკლესიები შენდებოდა, საეპისკოპოსოები ყალიბდებოდა და რწმენა ხალხში თანდათანობით, ქვემოდან ზემოთ ვრცელდებოდა. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოდი მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ. რატომ არის ეს ამბავი ასეთი მნიშვნელოვანი? რა შეცვალა ამან რეალურად საქართველოსთვის? პასუხი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ რელიგიის შეცვლა. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო ისეთად, როგორცაც დღეს ვიცნობთ. აი დაფიქრდით, ქრისტიანობა გახდა ის, რამაც ეს ტომები ერთ-ერთად შეკრა და ერთიანი იდენტობა მოგვცა. სწორედ ამის გამო შეიქმნა ქართული ანბანი, რომ წმინდა წერილი ქართულად გქონოდა. ამან გადაარჩინა ჩვენი ენა და კულტურა. პოლიტიკურად კი ამით ჩვენ საბოლოოდ ავირჩიეთ დასავლეთი და ბიზანტიური სამყაროს ნაწილი გავხდით. მოკლედ ეს გახდა ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი. ანუ, რომ შევაჯამოთ, საქართველოსთვის ქრისტიანობა არასდროს ყოფილა უბრალოდ რელიგია. ის ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდა. და ისევ პოლიტიკას უბრუნდებით, რითიც დავიწყეთ, რა შეცვალა ამ ისტორიულმა არჩევანმა რეგიონის პოლიტიკურ რუკაზე. როგორ შეიცვალა თამაშის წესები რეგიონში, რა გახდა საქართველოს ახალი საგარეო კურსი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. განსხვავება კოლოსალურია. ნახეთ, გაქრისტიანებამდე ქართლის ცდილობდა როგორმე დაებალანსებინა რომსა და ირანს შორის. გაქრისტიანების შემდეგ არჩევანი გაკეთებულია. ჩვენი მთავარი მოკავშირე ბიზანტია. ირანული კულტურული გავლენა ქრება და მის ადგილს იკავებს ბერძნულ რომაული. პრაგმატული ნეიტრალიტეტი დასრულდა. დაიწყო მკაფიო პროდასალური კურსი. მოკლედ, გაკეთდა ძალიან მკაფიო და ცალსახა არჩევანი. საქართველომ თავისი მომავალი დაუკავშირა ქრისტიანულ დასავლეთს და ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მთელი ჩვენი შემდგომი ისტორია განსაზღვრა. და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ თქვენ რომ დაფიქრდეთ. როგორ ფიქრობთ, აი ეს მეოთხე საუკუნეში მიღებული გადაწყვეტილება დღესაც კი 21 საუკუნეში როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე, მის პოლიტიკაზე, მის კულტურასა და თვითშეგნებაზე? საინტერესოა რა?